მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების რამდენი მოთხოვნაა დარღვეული თუ მოქნილი გადამით ბუქსირებული შემადგენლობა მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მათ შორის მანძილი 5 მეტრია. პასუხი არის მესამე, 4 დარღვევა გვაქვს აღნიშნულ ბუქსირებაზე და ახლა სათითაოდ გავყვეთ დარღვევებს. ერთი პირველი არის ის, რომ შუა ზოლში მოძრაობს აღნიშნული შემადგენლობა, რომელიც გამოიყენება ორივე მიმართულების გასწრებისთვის. ამიტომ მუდმივად მოძრაობა შუა ზოლში მით უმეტეს ბუქსირება არ შეიძლება. ეს ერთი. მეორე არის ის, რომ გადაბმულობაზე, ანუ თოკზე უნდა გქონდეთ დამაგრებული სრულმცირე 2 ალამი. ეს მეორე დარღვევა. მესამეს რაც შეეხება საბუქსირო ავტომობილს, ანუ შავს ამ შემთხვევაში გაფუჭებულს, ხო? უნდა გქონდეს საავარიო შუქ სიგნალიზაცია ჩართული. და არა აქვს ჩართული ეს მესამე დარღვევა და მეოთხე არის ის, რომ მობუქსირე ავტომობილს უნდა გქონდეს ახლო განათების ფარები ჩართული, რომელიც არ აქვს ჩართული და ეს არის 4 დარღვევა. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ წარმატებებს.